აი რუსეთში რო დაიწყება დაქსაქსულობის სტადია, მე ვნახავთ რამდენი სახელმწიფოც არ მოიშოვა მან სხვადასხვა შორის მკვიდრი ხალხებისაგან, რომლებიც იქ დასაბამიდან ცხოვრობდნენ რუსების მოსვლამდე. ამიტომ სანამ სხვის ბოსტანში გავიხედავთ, საკუთარ ბოსტანში უნდა აღმოაჩინოს ზოგიერთმა ღორები. ეს როგორც კი გავაჟღერეთ, ანუ პირდაპირ პუტინზე რომ წავიდა პიარი, ბუნებრივია ახლა რუსეთის სპეცსამსახურები შემოშევებული სქემებით ათეული წლებია, საუკუნეებია მოქმედება და იციან რა უნდა გააკეთონ და ეგრევე დაიძრა პიარი ლეიბორისტული პარტიის და პირადად ჩემს წინააღმდეგ და ამ პიარში გამოიყენეს ზვიადისტებად წოდებული კრიმინალური პათოლოგიური ჯგუფები მოგობრებო. ზვიადისტებად წოდებული. არ ვიცი იმ ცხონებულს რა ბედი ქონია ასეთი რომ აქაც ამ წრეებმა დაღუპეს ისიც და საქართველოს და სიკვდილის შემდეგაც არასვენებენ არც მას და არც საქართველოს. ისეთ საშინელი სიბინძურეები წერა დაიწყო თქვენი მონამორჩილის მიმართ დილიდან გავხსენით ეს Facebook-ი, ვიღაცები დააცოცხლეს ეს აფსნაძის ჯგუფიდან რომ ჩამოიყვანა გამსახურდია სამეგრელოს ტყეებში. მიატოვა, მე თქმა გადაიღება, გაიპარა, წავიდა მოსკოვში, დაიწყო აკლის ბიზნესი. ეხლა ისევ დახოვიდან აქ ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც ივანიშვილის მართლობა უნდა დაასრულოს და ჩვენ ახლა ერთ-ერთი პირველი ვართ პოლიტიკური ძალებიდან, ვინც სანქციების გზით ბოლოს უღებთ და მოუღებთ აუცილებლად და ახლა რახან უკვე პუტინი ვახსენეთ, მთელი ეს თავისი აგენტურა ჩასმული ეროვნულ მოძრაობაში და ინსტიტუტებში დააზრეს და მოკლედ არის გაგანი დილიდან, ახლა არ გამკვირვებია მე რომ ისინი ასე აკეთებენ ყოველთვის, აგერ ერთი გიორგოვიანია სათხოვო მინისტრი იყო ზვიადის დროს, მე გაიქცა აქედან, მე ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა, სააკაშვილის შეუძრა, გახდა სააკაშვილის ტყეების მინისტრი, მე მოიპარა ხეთყენ გონი ცხინვალიდან, მაშინ კიდევ ვაკონტროლებდით, დაჭერას უკრებდნენ, გაიქცა გერმანიაში, მე ისე გამოგვეცხადა, რა ვიცი, გადაგატშულთან ვიღაცებ და ეხლა ისევ ივანიშვილთან და შეუქმნა ნეიტრალური საქართველოს პარტია, მოღალატეთა ჯგუფს შეიძლება ითქვას, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკავშირი არის ცუდი და ჩვენი ბედნიერება რუსეთის დიდ ტრამალებსა და ტაიგებშია და ამას ზვიადთან მებრძოლი და ზვიადის გვერდით ნაყოფ ხალხი აკეთებს. მართლა უბედური კაცი ყოფილა მერთმა აცხობს. მართლა შევდივარ მის მდგომარეობაში, მაგრამ იმდენი შეცდომები დააშვებიეს, კრიტიკულ სიტუაციაში ჩამოიყვანა ამ აფსნაძემ, რა თქმა უნდა, აფსნაძის უკან ვინ იდგებოდა და რა ძალები ხვდებით, სამეგრელოში, როდესაც წდებოდა საკითხი, დაგრჩებოდა თუ არა აფხაზეთი და როგორც კი დაინახა შევარდნაძემ ჩამოსული კანონიერი მართლა პრეზიდენტი, რომ მიატოვა აფხაზეთი, მიუტოვა რუსებს და ასე შეეწირა ამ პრეზიდენტობისათვის ბრძოლას და ეს რა ხან თქვი და ეს სიმართლეა სულ. იქნებ ისიც არ არის სიმართლე, რომ გროზნოდან დუდავმა გამოაცილა დასავის მკვლელები, გაგრაში რო აი თავები დააჭერეს ბიჭებს და მე აზა ჩალიჩავარო მარხავდა აი დღესაც ჭერე ბიჭებს. იქნებ ესაც ტყუილა და გამსახურდა იქ იყო მაშინ გროზნოში. და ბასავი რო დახვდა ვაგზალზე. და გმირები უწოდა ბასავი კი არა, დუდაევი და ბასავის მკვლელს გმირები უწოდა გროზნოს მოედანზე. იქ იყო მაშინ ბატონი ზვიადი. და მაშინ ამოიღო, მას თავისი ძმაკაც უნდა გაიჩერებინა. არ მიიღეს მონაწილეობა ჩვენს ეროვნულ დაღესტნელებმა, ინგუშებმა, ლეკებმა, ლაკებმა, ავარებმა. შეთავაზება ძალიან დიდი იყო მაგაც. ყველამ დაიცვა კავკასიური ვაჟკაცობის და ქართველთა სიყვარულის პრინციპი. და აგებულა დუდაევმა გააგზავნა იქ, რომლებაც მოგვაყენეს სასიკვდილო დარტყმები. ეხლა ეს გამოიყენეს ამ ზვიადისტებად წოდებულმა ასევე ზვიადის მკვლელებმა და ნუ 1000 სიბინძურე რომ ესე იგი მე არ ვიცი ამათ რა უნდა ჩემგან აი მართლაც განსუფრებული ვარ ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მეგობრებო რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა არავითარი ზვიადის გამსახურდიას დამხობაში და გადატრიალებაში არც ვიყავი პოლიტიკაში მაგრამ რომ ცხობილიყავი რა თქმა უნდა ჩვენ ფეხი არ იქნებოდა იმ აჯანყებულებთან თუ პუტჩისტებთან ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ დღეს შეიძლება ითქვას ისე აქტიური კატეგორიებით შემდეგ იყო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან იარაღის ტარების აკრძალვა მე დავაკანონე ვერავინ ვერ ბედავდა მის გატანას კი ცხვირწინ მეჯდა კიდევ და იოსელიანი და ეს ბანდები ვის დაამხო გამსახურდა განვაიარაღეთ მხოლოდ ამით დამთავრდა სამოქალაქო ომი ისე არ თავდებოდა
ვერავინ ვერ ბედავდა ამ კანონის გატანა, შევარდნაძემაც ვერ გაბედა ჩამოსვლა სხდომაზე, იმიტომ რომ შერეგებული ჯგუფები იქ ისხდნენ პარლამენტში. დიახ. გამსახურდია მე გადავარჩინე, რომ არ აღუძრეს საქმე მაშინდელმა სამართალდამცავ ორგანოებმა ოსების გენოციდის მუხლით უნდა დააძრა. და მთელი ომი დამჭირდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ, დაუსაბუთო, რომ ამ მუხლით აუძრა, იქნებოდა ოსების დამოუკიდებლობის აღიარება მთელ მსოფლიოში გენოციდის ქვეშ მოყოლილი, რა თქმა უნდა, იმსახურებს დამოუკიდებლობას, როგორც ვთქვათ, ებრაელებს გამოუყვეს 26 საუკუნის შემდეგ მიწა ახლო აღმოსავლეთში, იმის გამო, რომ ჰიტლერმა მოუწყო გენოციდი და აი ამ მუხლით უნდა დააძრა და ეს ბევრმა არ იცის, მე არ დაუშვე განდავიდა, ბევრი უსიამოვნებაც გადა. როგორც კი ჩამოვიდა ქალბატონი მანანა გამსახურდია მოსკოვიდან, გროზნოდან მოსკოვში გადავიდა. მოსკოვიდან ჩამოგზავნდა პირველი პიარი, რაც დაახეთქა, განაისხვა, რომ ვინ დააქცია ქვეყანა, ვინ დაატრიალა, რატო დახოცეს ვინს და ნათელაშვილი ხალხს ხრიტავდაო. ეხლა შეიძლება რომ ამ ოჯახს რამე ანდო და რამე ჩააბარო და რამე დაიჯერო მათ. ქათამი არ დამიკლავს ცხოვრებაში შენს შუმად კლავდნენ სახში ქათამი სოფელში რო ვიყავით რომ ადამიანი ხა ეს საშინელი სება. ხალხს ხრიტავდაო ესე. ну კარგი ახლა არ მივაქცია მას ყურადღება იმ დონეზე რომ არ უჩივლეს სასამართლოში ალბათ მაგათაც ეგუნდათ რომ მე კიდევ ეტიის აეგორებინათ მაგრამ შემდგომში გაგრძელდა ნუ მართლა არ ვიცი რა უნდათ ჩემდა აგერო თქვენ მომწერო და დამარკვიოთ 2003 წელს როდესაც ხდებოდა ქვეყნის ბედი რომ არ მოვიდოდა ეროვნული აი რა ზვიათსაც გაუხარდებოდა ეროვნული ძალა ლეიბორისტული პარტიისა დაამყარებდა ეროვნულ ევროპულ სოციალიზმს არ დაუშვებდა ოლიგარქიზაციას ქვეყნის, არ დაუშვებდა არაბიზაციას, არ დაუშვებდა რუსიფიკაციას, არ დაუშვებდა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებას ჩვენს ტერიტორიაზე. აი ამის ნაცვლად პუტინმა მოაწყო ის ვარდების რევოლუცია წოდებული სპექტაკლი, რომელსაც ასევე მხარს უჭერდა იდიოტი ბუში. ეს ყველაფერი იყო ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რათა ჩვენ ახლა იცოდა რომ მართული არ ვიყავით არავისგან და ეს არაცხოვდა. ვინ გვებძოდა? თუ იცით ძალიან აქტიურად და დაუშვებელი ფორმით. ქალბატონი მანანა და მიცი ეგრეთ წოდებული ზვიადისტები. სადაც წავიდოდი რომელიმე მიტინგზე ან შეხვედრაზე, რა დამავიწყეს, მაგას კიგუდის პარკში ავედი და ბუჩქები ხოდგა იქ და უსმათ ამ ბუჩქებიდან ამოძროენ ეს ზვიადისტად წოდებული ქალები სვისტოკებით პირში და მთელი მიტინგი იმ სვისტოკებს უკრავდნენ, რომ არ გაეგო ჩემი ხმა ხალხს. გლდანში გავედი შეხვედრაზე 1000 კაცი მელოდებოდა და აღმოჩნდა 50 ზვიადისტი ქალი სვისტოკებით. ეს იმიტომ რომ ჟვანიან და სააკაშვილმა ფული გაუგზავნეს მანანას. და ჩემს წინააღმდეგ წამოაყენეს. ეს ვიცით ჩვენ ძალიან სანდო ინფორმაცია. მე რჩება ერთადერთი აზრი რომ ამ წრეს, ამ სექტას ყველა ზულს საქართველოში და მხოლოდ თავიანთავი უყავს. და სტულიან რომ აი ზვიადის დამხობით მათი საქმე გაფუჭდა, მათი კარიერა, მათი ფულიშოვნის შესაძლებლობები და მათი პედნიერება. და ყველას ვისაც დაინახავენ რომ ლიდერად აღიქოს ხალხი ან რაღაცა პროცესებზე გავლენა კი არ უხარიათ, აი როგორც პოეტი ამბობდა, ჰეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან, კი არ უხარიათ, არამედ ვთვლიან რომ ზვიადის ადგილს იკავებს და შესაბამისად მათი ინტერესები ილახება. სამართლია. და აი ახლა ეს ნაზირალა გიორგი გამსახურდია, რომელიც მე არ ვიცი, ივანიშვილს ფეხებს ბანს და სტაფილოსწონს ასმევს ყოველ საღამოს მომდენი წილის წინ. ალბათ ხვდებით, რეებს წერს და იქცა მის როგორც ლევიტანი რო ყავდა სტალინს და გებელსი ჰიტლერს, ისე ყავს გიორგი გამსახურდია, პრეზიდენტის შვილი, ზვიადის შვილი, როდესაც მას გაუჭირდება და წარმოუდგენელი უზრდელობები არ ვიცი, ალბათ კონსტანტინეც გადატრიალდებოდა საფლავშეს უდიდესი კლასიკოსი რომლის შთამომავალი აი ამ სიტყვებს იყენებს, მე არა მაქვს ამის შემდეგ რაიმე სათქმელი და აი ეხლა მე ხო ზულ ვარ არ დავენახები ხო ამას. თაგერ სურათი შუაში ეს ნაზირალა გიორგი გამსახურდია, შეხედეთ. იქ თაკეთ ვინ არიან თუ იცით? ჯაბა იოსელიანის შვილი და შვილიშვილი. აი და ძმებივად ვერავინ დაგვაშორებსო. მე წინამდე გიგარო რომ შერიგდნენ მოსისხლეები, ტრები, პირიქით ეს ქრისტიანულია. სწორია, მაგრამ მე რას მერჩიან ეს? ერთმანეს თავზე აშარდავენ, ხოცავენ, ანადგურებდნენ და ერთმანეს არაფერს არ ამბობენ.
და ჩემზე აქვს აფეთქება, ჩვენზე. მე რუსულ პარტიაზე ეს ერთხელ გასაგებია, რომ გავლენა და ეფექტი და ზემოქმედება შიგნით და გარეთ რუსული პარტიის სტრატეგიას აქვს, იმიტომ რომ სიმართლეს ვემსახურებით, მაგრამ უღირსობა ზვიადი შთამომავლებისგან აი ესეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის და ჩვენს მიერ. მე ამ თემაზე მეც აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი გულნათკენმა გითხარით ძალიან. და რა თქმა უნდა, აი ასეთი წრის ხელში არ ზვიას დაადგებოდა კარგით. და არც საქართველოს და შესაბამისად ხელში დაგვრჩა გამოფიტული საქართველოს ჩონჩხი. ეს ყველაფერი დაიწყო იქ. იქიდან, იმიტომ რომ ეს ნაძირლები ტრელებდნენ მაშინას და აი ესეთი კატეგორია ქმნიდა ამის, რომელსაც ეგონა რომ მუდმივად იქნებოდა ხელისუფლებაში და მუდმივად შერჩებოდა ყველაფერი, შუღლის გავღვიობა, მტრობის ცეცხლის დანთება, ლანძღვა გინება, კივილი ცივილი ისტერიკები, კარვის გალობა, დატაცებები, ყველაფრის ყვირილი მიტინგზე რის ყვირილიც არ შეიძლებოდა, უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი, ხალხის ნდობის აი ესე ლაფში ამოსვლა, ეგონათ რომ ეს ყველაფერი მუდმივი იქნებოდა, მაგრამ წაიმტვრეს კისერი და წამიმტრეს კისერი ჩვენს. მაგრამ მართლა საოცარია, აგერ კუჭის წვენს უღებენ ერთმანეთს. მე რას მერჩენ, ვერ გავიგე. კიტოვანი ბოლომდე თავზე აშარდავდა, აგერ ქუჩაში დადიოდა მიტინგებში მონაწილეობდა, ერთი ხმარ გაუწიათ. ბატონო თენგიზით ელაპარაკებოდნენ ტელესტუდიაში, რომ იჯდნენ და ერთმანეთს ეკრებოდნენ ვითომ. ბატონო თენგიზი. საერთოდ ვისაც ზულ ვარ ჩვენ, მას ზულს ერი და საქართველო. რადგან ჩვენ ერთს და საქართველოს ვემსახურებთ. ამით ბედნიერებით ჩვენ. რომ ასეთი მოძულები ღმერთმა არ გამოგვიგია.